გამარჯობა ძირფასებო. უკვე პაპანაკება არის და ვფიქრობ სოფელზე, ხო მაგარია. ამ დროს კიდე ზაფხულამდე დარჩა 3 თუ 2 თვე. ზარ მაგარია, ბარა ცოტა გადარჩა და მორჩება სწავლაც და გავიქცევით სოფელში, ხო? კი. ძალიან გიყვარს შენ სოფელი? სოფელი იმიტომ მიყვარს, რომ მანდარის ცხოველები და მარა ცხოველები უკვე რაღა დარჩა, ქათმები მარტო. ნელოს უნდა ვთხოვე რომ ყურდღელი მომიყვანო და ისიც ზღარბი მინდა ვიპოვო. იცით სად? აი სოფელში ძალიან იშვიათად დადიან ხოლმე. წინა წელს იყო მგონი ერთი ზღარბი მარტო. ძლივს ერთი. და სად ხდება ავაუცხარი ოპერატორი? გამბორზე ხო? მარა ოპერატორი. მარა რამდენი როდესაც თქვი მეთქი ზღარბი მინდა ვიპოვო, მაინც ეს 6 წელზე მეტი არ ხდება. დენა ხელაკალ გიბაიებია ეთავაში არ გინდა? არა. ხელაკალ გიბაია უცებ აი რა ორი წლის დაბის. მე გამოვედი ციგნი გამოვიტანე, წავიკითხო მეთქი, მაგრამ ვინ მაცლის? აი ეს როზის და მელაპარაკება? თანაც ზღარბი. თამაში უნდა არც სიარული არც სირბილი. თანაც ზღარბი იმისთვის იქნება კარგი, რომ ის არის გველები არის ძალიან ბევრი სოფელში ხოლმე და მოკლავს. ხო. გველები ძალიან ბევრი არა, მაგრამ ნუ არის ხო, გინახია. ხალში. მოკლედ. წოდი რა დიდი გითამაშე. აი. უკვე ძალიან დაცხადა გვინდა სოფელში. კიდე არა სკოლაში. არა უშა, სულ ცოტა ყველაზე მოკლე დარჩა ის რა ქვია. მეოთხედი. და აი ვირა საყვარელი ბავშვია და ძალიან საყვარელი რაც 1-2 წლის არც იქნება ალბათ. ხედე. ესეთი ამბები ჩემოწირფასებო კამილა ცეკვაზეა, სკოლასთან ვართ, აგერ იქით სადვაჩენი აგერ იქით ცეკვაზეა და ჩვენ ველოდებით სკვერში მეწიგნით, მილენა თავისი როლიკებით. მაგრამ ძაღლები იყო ბევრი და არ კატაობდა, წადი ხა იკატავე, ხო წავიდნენ ძაღლები. გომბორზე თუ არ შეხვდა ის ზღარბი, მაშინ სოფელში თუ იქნება უეჭველი მე ავიყვან. ხო, სადმე თუ ვნახეთ გზაში, აგაყვანინებ დედა აბარაა და მე კოლოფში ჩადე და ითამაშე. ხო, იმიტომ რომ ის არის, თანაც ნელ-ნელა დარბიან, განაცხარა, იმიტომ რომ მანქანა ისე ნელა დადიან, რომ მანქანასაც მოვასწრებთ გავაჩეროთ. გამოვიდეთ და ავიყვანოთ. იმიტომ რომ ძალიან ნელები არიან. სოფელში ერთი შემხვდა და ისე ნელა დადიოდა. თემუკა შემოვიდა შიგნით და მეუბნება. მილენა შეხედე ზღარბი და ვინახეთო. ხო და გამოვდივარ და ჯერ კიდე მანდარი. პეპილა. სალომეს უნდა ეგეთი ცხოველების მოყვარული გოგო ვინალი? ცხოველების შექმნილო უნდა გახდე, ხო? ხო, ან დიზაინერი. არ გადაიფიქრე? ან ორივე. არ გადაიფიქრე? ორივე. დაველოდოთ კამილას, მერე გადავიდეთ იქ მეორე სკვერში და ვეტერინარი. ჭამოთ თუ გინდა, ხო? ვეტერინარი. ჭამოთ. სკუპის მე მინდა სკუპის ნაყინი. რადგან მან სათამაშოც არის ხოლმე. ანუ ქვევიდან რო ხსნი რაღაცა ლეგო ან ხდება ან რაღაცა სათამაშო და მაგარია. მე უკვე ესე პერანგში წამოვედი გარეთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან დაცხა. სიმართლე ვთქვათ, კამილაც ეგრე მოვიდა და მეც. ესეც შემოსაცმელში წამოვიდა, მაგრამ ამას გძემკლავიანი აცვია, მე მოკლე მკლავიანი მაცვია. მოკლედ დაცხა, ხალხი უკვე სარაფნებში დადის. აქ შუბას როგორც კი გაიხდი, ეგრევე უნდა იარო შორტებში. აპრილში ჩვენ ახლობლებს იმდენ საქმს დაბადებას. და ისინიც გაქვს, ხო? პირველი აქვს კეთილს. ხო. 5 აპრილს, ხო? რა 5 აპრილს 16. უი 16 5-ში, 5 ნოემბერს დაფიქს აქვს, ხო? 16 აპრილს? 16 აპრილს არ კეთილს. შემდეგ მაქვს მე. არა, სალომეს. მე აქვს ბაბუას,
მერე კიდე აქვს აზამატას. მერე აქვს კიდე გამახსენე. არა ვიცი უკვე 30-ია. ბევრია ძალიან მოკლედ ისედაც. ძალიან ბევრია რა. ხო, ანუ ჯერ ქეთინოს აქვს, ხო? და იმ დღეებში ზუსტად სადღაც ის არის, რა ქვია, აღდგომა. არა 20-ში აღდგომა. ხო, ჯერ ქეთინოს აქვს და მე აღდგომა. მე სალომეს და შენ და სადე გაგიკეთოთ დაბადების დღე და რა მოვიფიქროთ ნედა. დაჩაზე. ისო დაჩაზე? ხო, აბა. შაშანდელივით? ვირვინად კლასელები დაუძახოთ. შენებს ვერ დაუძახებთ ხა ამის შორეზე არავინ არ წავა. ის რატო იქნებ მაინც ხადა. არა, დედა. არა. ეხა თუ შეგხვდება სოფელში ზღარბი, უეჭველი ავიღებ და სხვა ბავშვებს არ დავთმენ. ისე აქ სადაც საბავშვო პლუშეტკებია, უნდა იყოს რაღაცა პატარა ჯიხურებით, რომ არ ნაყინი იყიდო, ან წვენი იყიდო. არ წინაზე შევედით მაღაზიებში და არ სად არის ყოლაყინი. ცოტა მოშორებით არის მაღაზია, მაინც ანა მაღაზიამდე მიხვალ იქნება. აუცხოთ შორის წყალი. შეხედეთ ჩემი თითი. იავთ შეასული. გაგემართა მოხალე. რა ფერი მტკიო და გუშინდა დავისხიოდი. მთელ ხელებზე მომეს. აი აქაც არის. აი ესეთი. აუ წამორაჭდილში თორე თავი ამტკივდა უკვე. აი ამას ესეთი პრობლემური თითები აქვს სულ რაღაცებს თუ იდგენს ეგრევე უფუჭდება ეს ფრჩხილი სირუგლივეს ნუნები და უღიზიანდება მეორე და დევლად იკავკაში რა ვიყავით ისა ჯერ კიდე ისაუბრში აღარ გამდის უკვე ესე კრიშაზე რო გავიფხაჭრეს აი კარგად გულიყოთ აღარ გამდის ამბები არა უშავს დედი კოკაკიმლის ეს არის სამახსოვრო აი ესე ეხა სახში რა გავაკეთოთ სადილი მითხარი ქეთინამ ხო გავაკეთე რაღაცა სუპი შეჭამ ქათმის სუპია დედა არ უნდა იყოს დამთავრებული ჯერ მე მგონი იქნება ეს არის სამახსოვრო ეკენების მერამისაც შევჭამ და უკვე მოვიფიქრე ხოლისთვისაც რაღაცა გავაკეთო ой მე არ ჩავიხედე ხახუი არ იქნება ალბათ რაღაცები მაიქნება საყიდი საბარაუდო თუ კანალიზაცია თვით მაღაზიასთან ყიდე კარტოფილი ვიყიდე ხახუი მექნება საყიდი რაღაცები გავიხედები რა და ჯერ კიდე რაღაცები მექნება საყიდი და ვიფიქროთ აბა რა დავარქვათ კურდღლე ღელსთან ეს თავისი კურდღლებით მაინც ჯერჯერობით იქნებ სკუპი და ტყუპი ისე. შარშან ჩვენ კურდღლებს ერქვათ სკუპი და ტყუპი. ერთი იყოს უთეთრი, მაგას დავარქვით სკუპი და მეორე კიდე ცოტა გავდა რა, ნაცრისფერის მქონდა, რა ქვია. თეთრი იყო რა და ზევიდან კიდე ნაცრისფერი წერტილები მქონდა, ხო? და მაგას დავარქვით ტყუპი, რადგან ვითომ იმეორებდა. ვითომ მაგის ტყუპის ცალი იყო. ხო, ვითომ იმეორებდა სკუპზე. და დავარქვით ტყუპი. ესეთი მილენას ამბები, ხო. ეხლა კიდე კურდღელის დავარქვათ სკუპი, მეორეს ზღარბს კიდე ტყუპი. მოიცა, ჯერ მოიყვანე ეგ ზღარბი და კურდღელი კიდე ნელოს თხოვე და მოგიყვანს. მეზობელს ყავს ვიღაცას და მოგიყვანს ერთ ცალს. აი სალომეს ყავდა ორი კურდღელი, ერთი დაუგლიჯა ძაღლმა. რაღაცა მუცლის პრობლემა ქონდა თუ ძაღლმა დაუგლიჯა რაღაცა ეგეთი და ის არის. მეორე კიდე ჯერ კიდე ცოცხლობს და ამხელა. დიდია შპილოსავით დიდია ხო დე? კი, ალბათ 1 კილო იქნება. კი. ძალიან ისეთი დიდია. ხოთი შორის იცი რა კურდღლის ხორცად ჭამენ. კი. ქათმის გემო აქვს ესე ამბობენ. მეწოდება კურდღელი. კი, დაკალი დღორი, მაგრამ კურდღელია. ღორი არ გეწოდება? არა. რატო? ღორი ცოცხალი იყო. როდესაც სადამ ხორცი გახდება?
ორი მარტო დიდია და შაკეთებს. მომწმინე გუშინ საზოგადოება გააკეთე კიდე რა გაგასაკეთებ? ინგლისში სიტყვა წერილი. ისო? მათემატიკა არაფერი? არა. ერთადერთი გაიმეორე ცოტა გამრავლების ტაბულაა. აი შეხედეთ მეგობრებო, აი ნაძვებს, აი ეს ყავისფერი რაღაცები, ანუ გირჩები უნდა გაეზარდოს, ხო ხედავთ არა? აი ეს ყავისფერი ბევრი როადებს ზეთ ყველგან არის უკვე. აი ეს უკვე მტვრად რო იქცევა. დედას მაგაზე ალერგია. და მაგაზე ალერგია მაქვს მე, ანუ მტვერი რო გახდება. ძალიან აკალერგია. და მე ნახეთ რა დამემართება თვალებზე და ცემინება და ცრემლდენა და ქავილი მე იქნება რაც იქნება. საერთოდ არ გამოხვიდე მაშინ გარეთ. არა დედა, სკოლაში უნდა გატაროს. კამილაც მოსულა. კამიცი დედამ რა თქვა? რა. თუ გომბორის გზაზე სოფელში რო ჩავალთ. ვიყავით იმასო. ზღარბს. ზღარბს მას წავიყართ სოფელში. იმიტომ რომ გველით შეუძლია მოკლას. მართლა? მოგდის. ეგრამ ხელსა. რა? დიდი გამოვიდა, ხო? კატაობ მიდი აბა იკატაობა ჩვენ როგორ კატაობ. ნელა. მოტრიალდი აბა ეხლა, მოტრიალდი. ოჩა. აუ. გითხრა რა არის ლუსა ვოიდეხა. ლუსა ვოიდეხა. შუქია. მერე ფერი არ გავიგე. ლუსა ვოიდეხა. იგრა არის. შუქი. რაინასე. არ ვიცი. აბა გამოგდის? და საიდან გაიგებ? ეგა გიხე არ არის. ვიქანაოთ. ილე. ილე შენცქანა. ის არის. ხედავ მე რომელი არის გიჟი და რომელი. ეს ისე თავის პეპლებზე ლაპარაკობს. არა მას რა გიქნა. ოკეი. ჰა? აბა სად არის აქ ჩამოსაკიდებელი არაფერი არ არის. ოჩა. ლამაზი პეპელა მინდა ეგ. დავუშვათ ყვითელი პეპელა? კაი. ან თეთრი. იყოს ყვითელი. ჩვენ კიდევ ვიქანავთ სანამ მაინც ბევრი არავინ არ არის. მარტო ერთი ბავშვია. ტინაზე იცი როგორი მინდა. აი შენი აზრით აბა ტინაზე თითზე რო დაისვი და რო გადაუღე ფოტო. ეგ გიჟი იყო? არა. ხო, მაგრამ რა ვიცი, აბა ეგრე როგორ გაიგებ გიჟი იქნება თუ არა. ანუ გიჟი თუ იქნება, ესეთი არ გინდა. იმიტომ რომ ის არის. დამჯერი გინდა, ხო? ხო, იმიტომ რომ კონკურსი გვექნება ის არის. რა ქვია მაგას? ყველაზე? ყველაზე არა. კარგი ცხოველი. არა, კაცო. აბა, ზოგმა ვისაც ხე როგორი თეთრია. ახე რა ლამაზია. დღეს მტრედი იცისად იჯდა პატარა მტრედი. ანუ ჯერ პატარები რო არიან. ჩვენთან აივანზე. სადაც პრიშებკი ბიდევს ხოლმე იქ. რატო არ დამიჭირე? იქ იჯდა და მე რო გამოვედი აივანზე მე გაფრინდა. ისეთი საყვარელი იყო, პატარა იმხილა იყო, მხილა. მტრედი? არა, არ იყო ის რა ქვია? ყავისფერები რო არიან, ეგ არ იყო? მტრედი იყო, ეგეთი იყო, პატარა, ჯერ ბავშვი, ნუ. მოზარდი. არ დამინახავს მე ეგეთი. როგორ არ დაგინახავს? პატარა მოზარდი არა. არ შეიძლება სხვა ჯიშია. ანუ კონკურსი გვექნება სოფელში გვირგვინზე. ხოდა კამერას ეძებ. მანდ ვისაც უნდა იცეკვებს, ვისაც უნდა ვისაც რა უნდა მაგას გააკეთებს. ხო. ხოდა მე ერთი ცეკვა მაქვს მოფიქრებული. მე და კამილამ უკვე ვისწავლეთ, ერთადერთი დარჩა სალომეს ვასწავლოთ. შემდეგი და რა დამრჩა კიდე
აი მინდა პეპელა. ოი გაფრინდა არჩევს. ოი. ოღონდ არ გეგონა და მოვკლავ. ვაჭმევ და ვიცი რა არ მოკლავ. და ის არის წყალს ყველაფერს მივცემ. ხო, ყოჩა. ვიცი თანაც რა სჭამენ. დე არ გინდა არ დაალაგო არავინ არ არის. წამო იქით მეორე სკოლაში წავიდეთ. აი დავუშვათ ვისაც უნდა სახში ყავდეს პეპელა გეუბნებით. ისინი ჭამენ ან რაღაცა ყვავილს დავუშვათ ან წყალს, შაქრიან წყალს. და ასე შემიძლია. არ არის არავინ დედი კვარტალს. კაბილი უყვა. შეიძლება იმ სკოლაში მაინც იყოს. ხო და იქით წავიდეთ მე აქ აღარ დაალაგო. ხო. აი ეგ არის მეტედი. მანდარინი მინდა უბრალოდ ნახო. წესით მანდარინის წყალსაც დალევენ. ანუ აი რო გახეთქო, აი მაგასაც დალევენ. გამოწურო. ხო, აი ნახეთ. არა, ბრასლეტები აი აქ მინდა ამ რიგში ჩავალაგო, ბეჭდები ამ რიგში და ეგრე. ელსაბა მე მაგრამ მომწონს. ანუ და ნახე. დავარდა დედა. აი შეხედეთ ეს ელსაბა მე რა მაგარია. ლამაზია ძალიან ხო. ილე გავყიდო. ლიმნის ფერი. შენ თუ გინდა გაყიდო. ოშ, აქ აღარ დაალაგოთ ეხლა წავედით იქიდან წავიდეთ და იქ. აი ამ ელსაბამ ზაფხულში მაგარია. ილე წამდარე. შეხედეთ. ლამაზია ძალიან. აი მეგობრებო, ეს მაილი ეს დადის იქით აქ. ეგ არის ჩოკერი, ეგ არის ელსაბამი. ჩოკერი, ელსაბამი ნაყინით. ეგ ორი. ვისაც რამე უნდა იყიდოს ინსტაგრამზე არა ფეისბუქზე. ეგ ორი ის არის რა ხა ბეჭედი და ეს კიდე ბევრი სამაჯური. კიდე. ლამაზები. ამას ვაწყობდი 2 თუ 3 საათი გეფიცები. იმიტომ ძალიან ციცკნა ბისერებია. ორი ბეჭედი ვაჭერ გაკეთებული. აგერ დადასი ალერგია. უფრო მეც გავაკეთებ. და მომცა უცებობთ თქვა კონკურსზე. შეხედეთ. კონკურსი რო გვაქნება სოფელში, მან იქნება გვირგვინი. ვინც მოიგებს იმის იქნება ეს გვირგვინი. ძალიან ლამაზი. და ვინც დანარჩენი 4 წაგებულის კიდე იქნება ესეთი გაკეთებული როგორ ვთქვა მედლები. ის გვირგვინით გაკეთებულია, მაგრამ ჩემი ხელის არა. ნაყიდია ესე უნდა თქვა რა. ხოდა მან მე კამილა სალომე ვიცეკვებთ ერთად. ჩემი გუნდი იქნება ისე, მაგრამ უბრალოდ სალომეც მჭირდება და კამილაც სამნი ვიცეკვოთ. და კიდე რომ მე მინდა მოვიგო, რომელიმე ნაზი პეპელა უნდა დავიჭირო, რომელიც თითზე მიჩვაული იქნება რა და დამიჯდება ხოლმე მუცელზე თითზე და არ გაფრინდება. და მაგით გავაკეთებ კიდე ესეთ კონკურსზე კიდე მაგითაც ვიცეკვებს ავით. ვიცეკვებ რა? მამე უბრალოდ დავისვალ თითზე და ასე რაღაცებს ვაჩვენე. მინდა მოვიგო. რა გახმაჩვენე ხა? კანფეტები ძალიან მჟავი. შენ ესეთი გაქვს. დავარდა, მაგრამ არა უშავს, იმიტომ რომ აი, ხო, ჩასადებში იყო. მე ესეთი ნაყინი მაქვს. ვიცოდ, აი ესეთები თუ ესეთ ჩასადებებში თუ და სულ არ დაგიორდეს ნაყინი დედა. აქ გახსენი. დაგიდო. მეც პირში ჩაიდე დედიკო ეგრევე თუ დაგიორდება. კამი 3-2-1-ზე. დაიცადე გავხსნა. 3 დაიცა. ძალიან მჟავი უნდა იყოს, ხო? კი, კაცო დაინა და
შინია. მამე გაგიხსნა. გვერდიდან და პეში ჩაიდე და მილებით მოკაჩე. დაიწყო. მილებით მოკაჩე დედა. ეს ვერა? არ მткиნო ყვილი. დაიცა. არი ასეთი გასახსნელი. ეგეთი ძველი რა არის კაცო. ჭრილები მაჭრილი მაქვს და არ ნაყინი მიკავია თუ რა. მომე გაგიხსნა, კაი მომე. ვეჭველი მჟავია. აბა გვატყუებენ 5 არის 1-დან თუ 1-დან 5-მდეა და 5-იანზეა მჟავე? ხო, ანუ ძალიან მჟავია. არა, კაი, ჩაიდოს ახლა პეში და გადმოაგდოს. ეგრე ჩაიდება რა. ეს ეგრე მათ. 3 2 1 ძალიან ზამჟავეა? ვერა? კაი, გადააგდე. აი ხუსილარი კი მიეცი. ნეკი მარკა თავიდან არის მჟავე? თავიდან არის და ცოტა მერე შიგნით უკვე. ანუ როგორია? იო, ბრეინ ბლასტერ აწერია. ოტრიადი. ოდია. როგორ ვერ გადლო მილენა მე გავდელი. აი რო ვეუბნები რომ მჟავეა მეთქი განამიჯერებს. და რო ვერ შეჭამს მერე. კაი ხა დაგინშევდა. გადაგდეგნა გავიხა. დეწყალი და მალე ვინაჯერ თორე ეგრე გემრიელი არაა. მოიცა? ნინადებულა ბრატო. რაო, არ მოაქვს. ნელა, გოგო, ვაიმე, გული წამივიდა. დედა, გამისკდა გული. არიტკინე რამე. აიმე დედა, შიჟუნია ხარ სუფთა. შენ ვიყვირი. 1 ნაყინი აიღეო 5000 ხო არა? აბა რა ვიცი, იქნება ჩვენთვისაც აპირებდი. დედკინა მუხლი ხო? აი ერთი გასვლა გარეთ. პროსტა ერთი გასვლა გარეთ. გუშინ სახში, თეონას სახში მე შეგრი გავიკეთე. აი ერთი გასვლა. ნუ კიდე. ოჩი. აი შეხედე. კიდე. არა მე უფრო ძალიან. კაი დახურე ხა დაისაქენი. ჩამოწიე შარვალი. და ჩამოწიე შარვალი, ეგრე ხო არ იქნები. მიდი და ჭამე. ჩამოიწიე. ქალბატონო გამყიდველო. რა არის თქვენი სამაჯურები? სამაჯურები ალბათ ორი არის. როგორ შეთანხმებით ხო? ხო. მამაძე. ყავს მყიდველი? ჯერ არა? ის რამდენი ბავშვია? მოვა ვინმე იმედია ხოდე? ეს ალბათ მისთვის უნდებს რომ გამოიძახოს გამყიდველი. გამყიდველი გამოიძახოს თუ მყიდველები შემოიზიდოს? რა გიხარია რა? ვიყიდეს ერთი ბრასლეტი. ხო, მართლა დი აღარ გადავიღედე და იმიტომ რომ იტყოდა რომ ანუ არ შეიძლება ისედაც და რომელი მგაყიდე რომელი? როგორი ფერის? ის აი ლავრო ეწერა. გოგო მამოირჩია? კი. ძალიან კარგი, მიხარია და ყოჩა, კარგი ბავშვები ხარ. Facebook-ზე ან
წაშალეის ლავის ბრასლეტი, ან ეგეთი დავშვი. გავაკეთოთ კიდე. და წარმატებები გითხრა ხო? კარგი გოგო ხარო, მესმოდა. ყოველ ჩახდედა. ძალიან კარგი მიხარია. სიღან კიდე ერთი დეიდა იყო მოსული და ალბათ არ ქონდა 2 ლარი შეიკითხა რამდენიაო და ხურდები არ ამაქობედიო და რაღაც ეგეთი. კარგია დედიკო მიხარია. აი გაყიდე ხო ხედავ? ეხა 5 ლარიანი ყელსაბამი ვინმე მიყიდოს და მაგრა ჩამემატება ყელს ფული. სხვა დროსაც გამოვიტანოთ ხოლმე ესე ან შაბათ-კვირას ან გაკვეთილების შემდეგ უკვე გვიანია ხოლმე, მაგრამ ყოლაბა იცი როგორი გავაკეთე? ანუ აი ესე ფურცელი მივაწებე და მან დავხაზე ესე ფული 10 თეთრი, 20 თეთრი, 1 ლარი და ასე შემდეგ და 10 თეთრი ჩავდებ 10-იანი უნდა გადავხაზო. ხო და იცი რამ ხელა ეს რაღაცა ისე გავარდის და მეჩვენება. არ გქცევა საერთოდ. ძალით არ მოგაჩ ვარწყვილებით არაფერი, კარგი? და ის არის. მე 400 ლარამდე გამომივიდა. დაჟე მეტი ალბათ. ხო, გაყიდეთ ნელ-ნელა და გაგიყიდება.